ერთ უსაყვარლეს თამაშთაგანს ქართველ ახალგაზრდობისთვის შეადგენდა ცხენოსნობა, ანუ ჯირითობა. ტაძრის დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ განთქმული მოჭიდავენი. ხალხს უყვარს ძალითა და სიმართლით განთქმული ფალავანი. ვერის ხიდის გაღმით გადაშლილია მინდორის საბურთალო. ადრე აქ იმართებოდა ბურთაობა, რომელსაც ჰქონდა ხასიათი მხედრული ვარჯიშობისა. თბილისში ცურვის შესასწავლად კურსები გაიხსნა, რისთვისაც საკმაოდ დიდი აუზიც გაკეთდა. ცურვის შესწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. საქართველოში სპორტი მხოლოდ გასართობი აქტივობა არც დღესაა და არც წარსულში ყოფილა. სპორტის საერთაშორისო ენა, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო და შეგვიყვარა. ამიტომაც სპორტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება არა მხოლოდ მომავალ ჩემპიონებს, არამედ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ქმნის. საქართველოს მთავრობისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბავშვებში და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ქართული საწყლოსნო, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო, საჭიდაო და სხვა მრავალ სახეობაში სპორტული ტრადიციების ღირსეულად გასაგრძელებლად უკვე აშენდა, განახლდა და გრძელდება არაერთი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი. ახალი გეგმით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები. თბილისში კი 70,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის საფეხბურთო და სარაგბო მრავალფუნქციური სტადიონი. სპორტს შეუძლია შეცვალოს ქვეყნის აწმყო და მომავალი. ამიტომ დღეს ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ ინფრასტრუქტურას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ჩემპიონების ქვეყნის უკეთეს მომავალს.